მოგესალმებით. დღეს გვინდა გასწავლოთ კიდევ ერთი უძლიერესი ლოცვა, რომელიც ხსნის უძველეს ჯადოებს, რომელიც შემალულია და არ ჩანს. ეს ლოცვა იკითხება ნებისმიერ დღეს, მაგრამ ვკითხულობთ სამჯერ. რა თქმა უნდა, უფრო მეტჯერად შეგიძლიათ წაიკითხოთ ნებისმიერი ჩვენი ლოცვები და ეს ლოცვაც, მაგრამ წესია ასეთი, რომ როდესაც ერთხელ ვკითხულობთ ლოცვას, კიდევ ორჯერ უნდა წავიკითხოთ, ანუ მთლიანად სამჯერ უნდა შესრულდეს, რომ ლოცვა დასრულებულად ჩაითვალოს. შესაბამისად, როდესაც დაიწყებთ ლოცვების წაკითხვა, სამჯერ უნდა წაიკითხოთ და შემდეგ შეგიძლიათ ისევ თავიდან დაიწყოთ და გააგრძელოთ ლოცვების კითხვა. სამ გორაზე სამი წმინდა ეკლესია დგას. ეკლესიებს სამი ოქროს გუმბათი აქვს. გუმბათები ოქროს ბზად ბზინავენ. ზარები კი კეთილ ამბებს გვამცნობენ. როცა ზარი პირველად ჩამოკრავს, გაქრება ყოველი ჯადოქრობა. როცა ზარი მეორედ ჩამოკრავს, დაიხუჭება ყოველი ავი თვალი. როცა ზარი მესამედ ჩამოკრავს, მოიხსნება უძველესი სიბოროტე, რაც შაوما ქარბუქმა შემოიტანა. როცა ზარი მეოთხედ ჩამოკრავს, ყველა ჯადოქარი მოიკუნდება, ყველა ჯადოქარი დაიკუტება და ვეღარასოდეს გასწორდება. როცა ზარი მეხუთედ ჩამოკრავს, რაც დიდი ხნის წინ იყო ნაჯადოები, რაც დამალული და შეფარული იყო, რაც გვარს დაედო, რაც ჯადოქრული და ბინძურია, ყველაფერი შუაზე გასკდება. როცა ზარი მეექვსედ ჩამოკრავს, გაიფანტება ყოველი ჯადო და უწმინდურობა, მტვრად იქცევა და ყოველი ბოროტება თავის მტრებს მიეწებება. როცა ზარი მეშვიდედ ჩამოკრავს, უფალი ცოდვებს მოგვიტევებს, წმინდანები წრეს შეკრავენ, ანგელოზები კი ყველაფერ ცუდს ფრთებით გაწმინდავენ. სახელისა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. სამ გორაზე სამი წმინდა ეკლესია დგას. ეკლესიებს სამი ოქროს გუმბათი აქვს. გუმბათები ოქროს ბზად ბზინავენ. ზარები კი კეთილ ამბებს გვამცნობენ. როცა ზარი პირველად ჩამოკრავს, გაქრება ყოველი ჯადოქრობა. როცა ზარი მეორედ ჩამოკრავს, დაიხუჭება ყოველი ავი თვალი. როცა ზარი მესამედ ჩამოკრავს, მოიხსნება უძველესი სიბოროტე, რაც შაوما ქარბუქმა შემოიტანა. როცა ზარი მეოთხედ ჩამოკრავს, ყველა ჯადოქარი მოიკუნდება, ყველა ჯადოქარი დაიკუტება და ვეღარასოდეს გასწორდება. როცა ზარი მეხუთედ ჩამოკრავს, რაც დიდი ხნის წინ იყო ნაჯადოები, რაც დამალული და შეფარული იყო, რაც გვარს დაედო, რაც ჯადოქრული და ბინძურია, ყველაფერი შუაზე გასკდება. როცა ზარი მეექვსედ ჩამოკრავს, გაიფანტება ყოველი ჯადო და უწმინდურობა, მტვრად იქცევა და ყოველი ბოროტება თავის მტრებს მიეწებება. როცა ზარი მეშვიდედ ჩამოკრავს, უფალი ცოდვებს მოგვიტევებს, წმინდანები წრეს შეკრავენ, ანგელოზები კი ყველაფერ ცუდს ფრთებით გაწმინდავენ. სახელისა მამისათა, დაძისათა და სულისა წმინდისათა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ. სამ გორაზე სამი წმინდა ეკლესია დგას. ეკლესიებს სამი ოქროს გუმბათი აქვს. გუმბათები ოქროს ბზად ბზინავენ. ზარები კი კეთილ ამბებს გვამცნობენ. როცა ზარი პირველად ჩამოკრავს, გაქრება ყოველი ჯადოქრობა. როცა ზარი მეორედ ჩამოკრავს, დაიხუჭება ყოველი ავი თვალი. როცა ზარი მესამედ ჩამოკრავს, მოიხსნება უძველესი სიბოროტე, რაც შაوما ქარბუქმა შემოიტანა. როცა ზარი მეოთხედ ჩამოკრავს, ყველა ჯადოქარი მოიკუნდება, ყველა ჯადოქარი დაიკუტება და ვეღარასოდეს გასწორდება. როცა ზარი მეხუთედ ჩამოკრავს, რაც დიდი ხნის წინ იყო ნაჯადოები, რაც დამალული და შეფარული იყო, რაც გვარს დაედო, რაც ჯადოქრული და ბინძურია, ყველაფერი შუაზე გასკდება. როცა ზარი მეექვსედ ჩამოკრავს, გაიფანტება ყოველი ჯადო და უწმინდურობა, მტვრად იქცევა და ყოველი ბოროტება თავის მტრებს მიეწებება. როცა ზარი მეშვიდედ ჩამოკრავს, უფალი ცოდვებს მოგვიტევებს, წმინდანები წრეს შეკრავენ, ანგელოზები კი ყველაფერ ცუდს
რთებით გაწმინდავენ. სახელისა მამისათა, დაწისათა, დასულისა წმინდისათა, აწდა მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.